გიჟური შეხვედრის დეტალები. როგორ აფასებენ ხვიჩა კვარაცხელიას? რას ამბობს მსაჯებზე ლუის ენრიკე? აპირებს თუ არა ილია მესამე კამრისთვის ბრძოლას და რას პასუხობს პედის და ცარუკიანს? ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე ახლა. დავიწყოთ ამერიკიდან, სადაც მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დრამატული მეოთხედფინალური შეხვედრა ვიხილეთ. ხვიჩა კვარაცხელიას 9 კაცით დარჩენილმა პარი სენ-ჟერმენმა მიუნხენის ბაიერნი 2-0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა ძირითადიდან დაიწყო და 94 წუთამდე ითამაშა. ამ დროის განმავლობაში კი ტრადიციულად აქტიური იყო და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა ამჯერად მანუელ ნოიერს ვერ აჯობა. სამწუხარო შემთხვევა მოხდა პირველი ტაიმის მიწურულს. პარი სენ-ჟერმენის მეკარემ ბურთზე თამაშისას ჯამალ მუსიალას ფეხი მოტეხა. დონარუმას რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია, ამას მისი ემოციებიც მოწმობს. დაძაბულ მეორე ტაიმში კი ანგარიში 78 წუთზე დეზირე დუემ გახსნა. დარჩენილ მცირე დროში კი არბიტრმა უხეშად თამაშის გამო პაჩო გააწევა. კომპენსირებულ დროში კი ლუკას ერნანდესი. 9 კაცით დარჩენილი პარიზული გუნდიდან კი მეორე გოლის გატანა დემბელემ შეძლო. მან ეს გოლი რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილ დიეგუ ჟოტას მიუძღვნა. მატჩის დამთავრების შემდეგ შეხვედრა და მსაჯების გადაწყვეტილება პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა. ცოტა გიჟური შეხვედრა იყო. ორივე გუნდმა საუკეთესოდ ითამაშა. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა. საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ. დიდებული ოპონენტის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელმაც სირთულეები შეგვიქმნა. შედეგად ბედნიერები ვართ. ამაყივარ, მხარს ბევრი გულშემატკივარი გვიჭერდა. გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურს. ადვილი არ იყო მაშინაც, როცა 11-11-ზე ვიყავით, მაგრამ პირველი გაძევების შემდეგ ყველაფერი გართულდა. ხოლო 9 ფეხბურთელით რომ დავრჩით, ლატარია სკავდა. ორივე გუნდს შეეძლო მოგება. მსაჯებზე არაფრის თქმა არ მსურს, მაგრამ პირველი გაძევებისას უცნაური გრძნობა იყო. ვფიქრობ, წითელი ბარათი ნამდვილად იყო, მაგრამ მეორე გაძევების ეპიზოდზე იგივეს ვერ ვიტყვი. არ ვარ დარწმუნებული, რომ მეორე შემთხვევაში წითელი ბარათი ნამდვილად იყო. სეზონის განმავლობაში ბევრი ვიტანჯეთ. ჩემპიონთა ლიგაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეფექტურობა გვაკლდა, თუმცა ყოველთვის ვაჩვენებდით, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. შეიძლება მოგება, წაგება, ფრე, მაგრამ ჩვენ მაინც ბედნიერები ვართ, რომ ასეთ ფეხბურთს ვთამაშობთ. ახალაც ვცდილობთ, რომ ყოველი შეხვედრით გავუმჯობესდეთ. თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად სამართლიანი იყო მეორე წითელი ბარათი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ამ შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა გამოცემებისგან არაერთი კარგი შეფასება დაიმსახურა, თუმცა ერთი განსაკუთრებით სასიამოვნო მოსასმენია. ხვალ მესამე მსოფლიო ომი რომ დაიწყოს, პარი სენ-ჟერმენს ისევ ექნებოდა უპირატესობა თავისი მე-7 ნომრის დამსახურებით. პარი სენ-ჟერმენს ეს უპირატესობა ექნება ნახევარფინალშიც, სადაც კვარაცხელიას გუნდი მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ერთი სანახაობრივი შეხვედრა გველოდება. თქვენ რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს მატჩი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ ბორჯღალოსნები 2025 წლის ზაფხულის პირველ ტესტ მატჩში მსოფლიო რაგბის რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ ირლანდიასთან 34-5 დამარცხდნენ. მიხეილ მეცხზე ირლანდიასთან გამართული ეს დაპირისპირება ისტორიაში მე-6 იყო და სამწუხაროდ ყველა შემთხვევაში დავმარცხდით. ახლა კი ზედმეტი შესავლის გარეშე UFC და 2 წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელმაც ისლამზე, პედიზე და ცარუკიანზე ისაუბრა. ჩემი მიზანი ყოველთვის ისლამთან ბრძოლა იყო, მაგრამ რადგან მან გაქცევა გადაწყვიტა, ჩარლსთან უნდა მეჩხუბა. მე ვფიქრობ, რომ მან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. UFC-ს მისთვის გეიჯისთან ჩხუბი რომ შეეთავაზებინა, ან დივიზიონის ნებისმიერ სხვა კონტენდერთან, მე ვფიქრობ, რომ ის წონას არ შეიცვლიდა. მაგრამ ჩემი ამოსვლისას იფიქრა, რომ არ უნდა გაერისკა. მან იცის, რომ საშიში ვარ. იცის, რომ დავაძინებ. ეს ხაბიბმაც იცის. მათ არ სურთ, რომ მასთან ვიჩხუბო, რადგან იციან, რომ ისლამს დავამარცხებ. იდეალური იქნება თუ ისლამი ჯეკ დელა მადალენას მოუგებს. UFC კი ქვესაშუალო წონაში ასვლის და მესამე კამარზე ჩხუბის საშუალებას მომცემს. ფიზიკური მონაცემების მხრივ არანაირი პრობლემა არ მექნება. რაც შეეხება პედის. მსოფლიოს გარშემო ყველას სურს ამ ბრძოლის ხილვა. გულწრფელი რომ ვიყო, მგონია ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ბრძოლა იქნება ამ წონაში. მას ნებისმიერი რამ შემიძლია უქნა. ფანებისთვის ძალიან აღმაფრთოვანებელი ბრძოლაა. მე მთელი პროცესისგან დიდ სიამოვნებას მივიღებ. ეს არის ბრძოლა, რომელშიც კიდევ ერთხელ გავიბრძნებ. შემიძლია ავირჩიო გამარჯვების მეთოდი. ის ჩემთან ერთ რაუნდზე მეც ვერ გაძლებს. საინტერესო იქნება მასთან მიწაზე შეხვედრაც. როგორც მას ვუთხარი, ერთ ადგილს შუბლზე დავადებ. ცარუკიანი კი ჩემთვის ყველაზე მარტივი იქნება. პედიზე მარტივიც კი. არც კი ვიცი მას რა უნდა ვუწოდო. წარმოიდგინეთ, გაქვს შანსი მსოფლიოს ტიტულისთვის იბრძოლო და როცა ეს დღე მოდის, უკან იხევ, რადგან ზურგი გკივა. მე ოქტაგონში ხელის გარეშეც შევიდოდი.
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მომავალ შაბათს ღონისძიებას ესპანეთში ჩავატარებდი და პირველ რაუნდს ისლამ მახაჩევთან, ხოლო მეორე რაუნდს პედი პიმბლეტთან ვიბრძოლებდი. რაც შეეხება რეიტინგს, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასე გაფასებთ და მსოფლიოს უძლიერეს მებრძოლად გაღიარებენ. ეს ძალიან საამაყოა ჩემთვის. სამი ასეთი ოპონენტის ერთმანეთის მიყოლებით დამარცხება, ვფიქრობ, ეს ისტორიაში საუკეთესო სამბრძოლიანი სერია. სამი ლეგენდა. ვოლკანოვსკი მთელ დივიზიონში დომინირებდა. მაქს ჰოლოვეი ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდა. ისევე როგორც ოლივეირა. როგორ ვიცინასწარ მეტყველეთ ჩარლზის დანოკაუტება? ვიცი რისი გაკეთება შემიძლია ოქტაგონში. როდესაც ასეთ რაღაცეებს ვამბობ, ხალხი ამ პარტამას მეძახის. რეალობა კი ისაა, რომ ვიცი რა უნარები მაქვს, როგორ მუშაობ თითოეული ბრძოლის წინ. როდესაც ჩარლზთან ბრძოლა ჩამინიშნეს და მისი ჩხუბის შესწავლა დავიწყე, ვიცოდი, რომ პირველ რაუნდში დავანოკაუტებდი. ერთადერთი რამ მჭირდება, რომ მეტოქე ოქტაგონის ცენტრში დამიდგეს და დარტყმები გამიცვალოს. ჩარლზი ყოველთვის ასე იქცევა, ის წინ მიდის, ნამდვილი მეომარი და ლომია. ვიცოდი, რომ როგორც კი წინ წამოვიდოდა, ჩემს კომბინაციებს გამოვიყენებდი და დავაწინებდი. მას დიდ პატივს ვცემ, ამ სპორტისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ოლივეირა შესანიშნავი სპორტსმენი და ადამიანია, რომელიც სწორ ღირებულებებს წარმოადგენს. მას ყოველთვის გვერდით ჰყავს ოჯახი და მეგობრები, ამიტომ მის შესახებ მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. რა სიტყვით ილიას სურვილზე პირველ რაუნდში ისლამი, მეორე რაუნდში პედი. მართალია ეს არ მოხდება, მაგრამ მაინც თქვენ რას ფიქრობთ? შეძლებდა ილია ორივეს ერთად დამარცხებას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი შეგახსენებთ, რომ თამაშდება UFC-ს საჩემპიონო ქამრის რეპლიკა. გათამაშების მარტივი პირობები კი ნახეთ Instagram-ის გვერდზე. ბოლოს, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.